შეხედეთ ახლა ამ შესანიშნავ კადრებს. საქართველოს სოკარის ბენზინ-გასამართი სადგური, სადაც არც ერთი მანქანა არ არის რიგში. რუსებო, არ არსებობს დედამიწაზე რაიმე მოხდეს, ხდებოდეს და მას არ ჰქონდეს ობიექტური ახსნა. რასაც თქვენ მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ, განსაკუთრებით კავკასიის და საქართველოს წინააღმდეგ აკეთებთ რა, ამას რა თქმა უნდა თავისი შეფასება დღევანდელ დღეს აქვს და უკრაინა აკეთებს ამას. მადლობა უკრაინას და შეხედეთ ახლა ამ შესანიშნავ კადრებს. საქართველოს სოკარის ბენზინ-გასამართი სადგური, სადაც არც ერთი მანქანა არ არის რიგში. შეხედეთ. თქვენ კი როგორც ხართ ძალიან კარგად ხედავთ. უხარია ვამაყობთ რომ ისტორიის ამ ნატიფ ფურცელს ჩვენ თვითონ ვქმნით და მომსწრენი ვართ ყოველივე ამისა. ნათქვამია რომ სამართალი ურმით დადისო და მართლაც ასე ყოფილა. ვიფასებო. თქვენი განადგურება, თქვენი განწარება, პასუხი ყოველივე იმაზე, რასაც თქვენი ბინძური და დამპალი იმპერია საუკუნეების განმავლობაში აკეთებს, მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ. დღეს ეცემა პასუხი და პასუხს გცემენ ზუსტად ისინი, ვინც ყველაზე მეტად გაამწარებთ ბოლო 5 წლის განმავლობაში. თქვენი დასასრული, თქვენი აღსასრული უკვე დადგა. ყოველთვის ვოცნებობთ იმას, რომ რუსეთი ყოფილიყო განადგურებული. და მე ბედნიერი ვარ, რომ აი ამას 21 საუკუნეში 33 წლის ასაკში ჩემი თვალით ვხედავ, ჩემი ყურით ვიგებ და შინაგანად ყველანაირად ბედნიერი ვარ ამისა. ჩემს მომავალ თაობებს სიამაყით მოვუყვები, როგორ განადგურდა თქვენი დამპალი ბინძური იმპერია, რომლის საფუძველიც ყოველთვის იყო პატარა ერების ჩაგვა. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას, დიდება აბსოლუტურად ყველა ევროპულ თუ არა ევროპულ ქვეყანას, რომელიც რუსეთს ებრძვის, უბრძოლია და მისთვის რაღაცა დაუშავებია. პასუხი გაუწია ღირსეული და დღეს უკრაინას ემს პასუხს. დიდება უკრაინაში მებრძოლ ქართველ გმირებს, დიდება უკრაინელ მებრძოლებს, გამარჯვება აუცილებლად იქნება მასშტაბური და აუცილებლად იქნება ტრიუმფალური. როგორც ეს საუკუნეების განმავლობაში იყო ხოლმე. ჩვენი ქვეყნის გადარჩენის მთავარი მიზეზი. დამხობა რუსეთს, დამხობა რუსეთის მოკავშირე ყველა რეჟიმს ევროპაში, ამერიკაში თუ აზიაში.